1121 წლის შემდეგ პირველი დიდი გამარჯვებისთვის ჩამოვედით თურქეთში იმის გამო რომ ის და ჩვენ გვეკუთვნის აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქალაქ ქოჩაილში, სტამბოლიდან დაახლოებით 60 კილომეტრის დაშორებით და ხვალ აქ საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაატარებს მსოფლიო საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრას. ეს მატჩია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რადგან თუ ამ შეხვედრაში ქართველმა ვერ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება, მაშინ ისინი დაკარგავენ თითქმის ყველანაირ ლოგიკურ შანსს, რომ მოხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე. შესაბამისად, ეს მატჩია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მე კი გირჩევთ, რომ დარჩეთ ჩვენთან ერთად ამ ლოგის განმავლობაში. ძალიან საინტერესო ამბებს ვიხილავთ ჩვენთან ერთად და წარმატებები, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებს. ეხლა ორი წამით კიდე შევეხები ერთ თემას, ეს არის რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა მცირე პაუზა, რის გამოც ჩვენს YouTube-ზე TST Sport-ზე ვერ ნახავდით ვიდეოებს. ამიტომ გეტყვით, რომ პირველ რიგში გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, დაალაიქოთ ეს ვიდეო, დაგვიწეროთ კომენტარები და შეგვიფაცოთ ზოგადად ვლოგი და ეხლა ვისაუბრებთ იმ თემაზე, რაც მცირედით ალბათ გვაწუხებს და არ არის ეს მცირედით, ეს არის სპონსორების თემა. ამ ეტაპამდე დაახლოებით 2 წელია უკვე ამ YouTube არხს ვაკეთებ. შეიძლება ჩვენც გარკვეული პრობლემები გვაქვს, დაუშვით შეცდომებით, თუმცა სპონსორი კიდევ არ გვყავს, ველოდებით, გელოდებით თქვენ. დაგვიდექით გვერდზე იმისთვის, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს ჩვენი არხი და წინ გვაქვს მართლა ძალიან კარგი გეგმები, რის შესრულებაშიც თქვენი დახმარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ეხლა მე ბევრს არ გავაგზავნებ, უნდა მოვიდეს რამდენიმე წუთში ნაკრები აქ უკვე სტადიონთან, დაიწყება პრესკონფერენცია, ამის შემდეგ ვარჯიში და ამ ყველაფერს ჩვენთან ერთად იხილავთ. როდესაც ნაკრებს ველოდებოდი სტადიონთან, აღმოჩნდეთ ადამიანები, რომლებიც თბილისიდან ჩამოვიდნენ მანქანით ამ შეხვედრაზე და პატარა გუშემატკივრები არიან ჩვენთან ერთად ეხლა. და პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობა იმისთვის, რომ ეგეთ მაგარ რაღაცას აკეთეთ და ჩვენი ნაკრების გვერდზე დგახთ. როგორი ემოციები გაქვთ მატჩისთვის და როგორ შეხვედრას ელოდებით? ძალიან მიხარია და ძალიან მინდა რომ გავიმარჯვოთ. ძალიან მინდა რომ გავიმარჯვოთ ამ მატჩზე, რადგან თურქეთთან ბევრჯერ დავმარცხდით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეხლა მაინც გავიმარჯვებთ. როგორ გამოვიდა გზა? დაიღალე 26 საათი მოდიოდი, როგორც ვიცით. კი, მაგრამ თან სახალისო იყო, რადგან ვიცოდით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამო ხდებოდა ეს ყველაფერი. ძალიან კაი, ეგეთი განწყობით თუ ხარ და მოდი შენც კითხავ მაშინ. რა ანგარიშით ელოდები თამაშის დასრულებას და როგორი მოლოდინი გაქვს შეხვედრის? მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელ თამაშს მოგებით დავამთავრებთ, მაგრამ ალბათ 2-1. ალბათ 2-1. კი ბატონო, კიდე ერთ რაღაცას კითხავთ. აქამდე თუ ყოფიხართ ეროვნული ნაკრების გასულ შეხვედრაში და თუ დასწრები ხართ ამ შეხვედრას და როგორია ზოგადად, როცა ესე ჩამოდიხარ და სხვა ქვეყანაში უჭერ ხარს? ადრე ვიყავით პოზნანში წინა წელს, ზუსტად ამ დროს და ძალიან კაი იყო, ძალიან საინტერესო თავგადასავალი იყო ჩემთვის და ძალიან გავერთეთ. ძალიან კარგი და მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ ჩამოხვედით და მე მგონი ეგეთი რაღაცები როცა ხდება, რომ ესე გულშემატკივრები დედაქალაქიდან თბილისიდან მოდიან სტამბოლში და გადიან ათასობით კილომეტრს და 26 საათი გზავრობენ, ეს ყველაფერი დაფასებას იმსახურებს და მგონია, რომ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დაფასდეს. მადლობა თქვენ და წარმატებები ჩვენს ნაკრებს. ეხლა ვართ ქოჯაილის სტადიონზე, სადაც ტევადობა არის 34,000 მაყურებელი და ისტორიაში პირველად თამაშობს აქ თურქეთის ნაკრების შეხვედრას. ამ ქალაქში იყო მეორე სტადიონი, სადაც ასევე ერთხელ აქვს ნათამაშები. ანუ გამოდის, რომ ისტორიაში მეორედ თამაშობს საერთოდ ამ ქალაქში თურქეთის ნაკრები. უნდა ითქვას ის, რომ ჩვენი ნაკრები უკვე მოედანზეა, გამოვიდნენ ძალიან კარგ, ასე ვთქვათ, ხასიათი არიან და მოგების ხასიათი არიან. ხედავთ ახლა ჩემო კარგ კადრებს და კიდევ უფრო მეტ კადრებს გაჩვენოთ უშუალოდ ვარჯიშის, რაც შეეხება პრესკონფერენციაზე როგორი იყო, მათი განცხადებები, რა თქმა უნდა, კარგად ესმის თუ რა მნიშვნელობის შეხვედრაში მიიღებენ ისინი ხვალ მონაწილეობას. და ასევე ველოდებიან ძალიან ბევრ ქართულ გულშემატკივრებს და მეც ვფიქრობ, რომ საკმაოდ მრავლად უნდა ვიყოთ ამ სტადიონზე. წარმატებები კიდევ ერთხელ ჩვენ ბიჭებს და ვნახოთ უკვე უშუალოდ მატჩის დღე როგორი გამოვა, მანამდე კი გეტყვით აუცილებლად, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, გააქტიურეთ აქვე ზარიზღილაკი და დაგვიწერეთ კომენტარები, ზოგადად რა შეიძლება შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ. ასევე გეტყვით იმასაც, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, მოიწონოთ ეს ვიდეო და კი უფრო მეტი ვიაქტიუროთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გამოვთვალოთ.
გათენდა თამაშის დღე უკვე არის თურქეთის დროით 6 საათი და უნდა წავიდეთ სტადიონისკენ. თუმცა პრობლემა არის ის, რომ ტაქსი ვერც ერთი აპლიკაციით ვერ გამოუძახეთ, ვერც სასტუმრო ვერ დაგვეხმარა და ასევე გვიჭირს თვითონ ტაქსის, ასე ვთქვათ, გაჩერებაზე ტაქსის აყვანა. და ვცდილობთ როგორმე წავიდეთ და თამაშის შემდეგ წარმომიდგენია საერთოდ რა მოხდება. გულშემატკივრები უსაფრთხოებიდან გამომდინარე დღეს გაუქმდა ყველანაირი მსვლელობა. ისინი შეიკრიბებიან ერთ კონკრეტულ ადგილზე და სწორედ იქიდან დაიძრებიან ავტობუსებით სტადიონისკენ და მათი შეყვანაც მოხდება უსაფრთხოდ. ეს არის გამკაცრებული წესები. სტამბულიდან მომავალი გულშემატკივრები, ვინც ახლა ქოჯაელში მოდიან, ისინიც კი პოლიციის ესკორტით მოემართებიან ქოჯაელისკენ. მოვედით უკვე სტადიონთან, გადაკეტილია გზა დაახლოებით 400 მეტრის დისტანციაზე სტადიონიდან და ირგვლივ ერთადერთი რაც შენიშნება ის არის, რომ იყიდება ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, საგულშემატკივრო ატრიბუტი, რომელსაც გულშემატკივრები შეიძენენ მატჩზე მისვლამდე. რაც შეეხება თვითონ გარემოს, რაღაც აგრესიას გავს არაფერს გამოხატავენ. უბრალოდ აღსანიშნავია, რომ პოლიცია არც თუ ისე ცოტაა მობილიზებული იმ დროისთვის, რომ 4 საათია დარჩენილი მატჩამდე. ეხლა წავიდეთ სტადიონზე, მივიდეთ. შევეცადოთ რომ გადავიღოთ ქართველი გულშემატკივრები, რომლებიც მოვლენ სტადიონზე და დაველოდოთ უკვე შეხვედრას ეტაპობრივად, თუ მანამდე რაღაც გარკვეული სიახლეები იქნება, საინტერესო ამბები იქნება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერსაც შემოგთავაზებთ. წავედით. მოვედით ქოჩაელის სტადიონზე, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაატარებს ბოლო წლების ალბათ ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ შეხვედრას. სულ 3 შეხვედრა შეგვიძლია ესეთი გავიხსენო და ერთ-ერთი ეს არის. სტადიონზე თურქი გულშემატკივარი ქმნის კარგ განწყობას მათი ფეხბურთელებისთვის, თუმცა ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივარია. გესმის ალბათ ეხლა რაც ხდება სტადიონზე, რა ატმოსფეროც არის, მინდა შევეხო შეიარაღებას და იმ დეტალებს რაც ხდებოდა ზოგადად თამაშის წინ. უამრავი პოლიციელი, დაახლოებით 3000 პოლიციელი ემსახურებოდა ღევანდეს შეხვედრას და ემსახურება იმისთვის, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. ნაწილს კადრებს ნახავდით უკვე თუ როგორი მომზადება იყო, კიდე იყო ბევრი რამ ისეთი, რაც ვერ გადავიღე და არ მოგწევს უბრალოდ გადაყების უფლება. იმედია, რომ მატჩი დასრულდება ჩვენი სასურველი ანგარიშით. ნახეთ შემადგენლობა, ეს შემადგენლობა არის ჩემი აზრით იმის გამოხატულება პირველ რიგში, რომ ბრძოლობთ ბოლომდე. არის ძალიან შემტევი შემადგენლობა, არის გარკვეული ცვლილებები და წარმატებები ჩვენს ნაკრებს. ჩვენიც გადაგვჩენია, რომ მართლაც ლიგულით ჩვენც ერთი რიგითი გულშემატკივრები ვიყოთ და ხარი დაუჭიროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. Tüm alkışlarımız Kaptan Hakan Çalhanoğlu için. მე-15 წუთზე დაწინაურდა თურქეთის ნაკრები, ჰქონდა მანამდე რეალური მომენტი, კარგი მომენტი უბრალოდ და შეიძლება ჩავთვალოთ და მე გამოვიყენეთ სამაგიეროდ რაღაც გაურკვეველი მომენტიდან მივიღეთ გოლი ჩვენს კაც თავიდან. საჭმა დააფიქსირა თამაშგარე, თუმცა უეცრად შეცვალა გადაწყვეტილება და არ ვიცი ხა ჩვენ აქ და ვერ ვხედავთ იყო თუ არა თამაშგარე მდგომარეობა. ნორმალურად გამოვიყურებოდით აქამდე, ეხლა მთავარია როგორ გავაგრძელოთ. და ეს თამაში ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავს და აქ უნდა გამოვავლინოთ ჩვენი ხასიათი. თუ გვინდა რომ სოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ, ამ შემთხვევაში თურქეთს უნდა ვუგებდეთ. დანარჩენად ევროპის 16 საუკეთესო გუნდში მოხვედრა იმისთვის, რომ სოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ, შეუძლებელი იქნება. იმედია გამოსწორდება ყველაფერი.
21 წუთზე განმეორდა თბილისური სცენარი და უკვე ვაგებთ 2-0-ს. კუთხურიდან მივიღეთ ამ შემთხვევაში გოლი და არ ვიცი რა. პირველი გაშვებული გოლის შემდეგ გავითიშეთ. ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებთ და ეს ჩვენი პრობლემაა ყველაზე დიდი ყოველთვის, რომ გაშვებული გოლის შემდეგ ვერ კონცენტრირდებით და ვერ ვიწყებთ თამაშს ისე რომ რაღაც გამოვასწოროთ. პირიქით უფრო მეტ შეცდომებს უშვებთ ხოლმე. ნახოთ იქნებ ამ შემთხვევაში მაინც მოვახერხოთ რომ დავატრიალოთ თამაში. თორემ ასე ვერც ეხა მოხვდებით სოფლიო ჩემპიონატზე და კარგ ახალს გაგვიჭირდება სანამ ამ ხასიათს არ გამოვისწორებთ. Milli takımımız da oyuncu değişiklikleri. დაასრულდა პირველი ტაიმი, ნუ მესამე გოლის მერე აღარც გადავიღეთ. არაფერი არ გაუკეთებია თურქეთს იმისთვის, რომ 3-0 ყოფილიყო. აბა თვითონაც არ ჯერათ ეხა გასახდელში რომ შევიდნენ რომ 3-0 იგებენ. 3 შეცდომა დაუშვით და 3-0 გვიგებენ. დაუშვით ისეთი შეცდომები, რომელიც გავს თამაშებში არ უნდა დაუშვა და დავისაჯეთ. ყველა მომენტი გამოიყენეს, რაც მიიღეს, ერთ თუ არ ჩავთვლით რომ ამარდა მაიღო, ისიც არ იყო რეალური მომენტი, მაგას არ ქვია. დაცვაში ძალიან დიდი პრობლემები იყო, ნახევარდაცვაში ძალიან დიდი პრობლემები იყო, ბურთი ვერ მოგვაქვს. მერტოქის ნახევრამდე რომ რაღაცა შევქრა თუ მოვიტანთ კიდე, ყველა ისე ლაგდება მომენტები, რომ კაშის ჯერ ზუსტად არ მქონია. გადავწყვეტ თამაში, სადაც ვაგებ 3-0-ს, კაში ზუსტად არ გვაქვს პირველ ტაიმში. და ესე სოფლიო ჩემპიონატზე ვერ წავალთ ჩვენ. შეიძლება ვიღაცის ეხა ჩემი საუბარი ძალიან წავედო, მაგრამ მაგრამ რეალობა ჩემთვის ეს არის და ძალიან სატკენი რეალობა. და ეს ამაზე მინდა რომ რა ვიცი, ეს მინდა რომ გამოსწორდეს ყველა შემთხვევაში რა. და ეს თუ არ გამოსწორდება, აზრი არ ექნება ამას. არ არის თურქეთი იმ დონის ნაკრები, რომ აი ესპანეთი ვთქვათ, რომ კაი რა, ეხო ყველას ეგრე უშვება. თურქეთი ეგრე ვერ უშვება ყველას. და ჩვენ ვაძლევთ ამის საშუალებას და საბაბს. და ეს არის ყველაზე სამწუხარო ამ მომენტში. მეორე ტაიმის სტარტზე თურქეთმა მეოთხე გოლი გაგვიტანა, თუმცა შემდეგ ქოჩორაშვილმა მოახერხა ერთი ბურთის გაქვითვა, ისიც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავიდა ეს გოლი, ესე რომ ვთქვა და შევაფასოთ რა. მქონდა მაგის შემდეგ რამდენიმე კარგი მომენტი, თუმცა ჯერჯერობით ვერ გამოვიყენეთ და ნახოთ შევძლებთ თუ არა კიდევ რამდენიმე გოლის გატანას. ანუ წარმოუდგენელი ეხა იმაზე საუბარი, რომ შეიძლება ეს მატჩი მოვატრიალოთ ისე რომ მოვიგოთ. თუმცა რაღაც გაბრძოლება შეიძლება და ინტრიგის ოდნავ მაინც დაბრუნება მატჩი. ერთი მინდა კიდევ თქვა, რომ თურქმა გულშემატკივარმა ნამდვილი თეატრი მოაწყო, შოუ დადგა, თუმცა ძალიან მაგარი გულშემატკივრობა აქვს საქართველოს ნაკრებსაც. აქ ჩამოსული ქართველი კომაგები არ გაჩერებულან. ერთი წამითაც კი არ გაჩერებულან და მართლა საუკეთესოები არიან რა. და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენი მხრიდან. არ და გავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი აქვე, გააქტიურეთ ზარისხილაკი და ლაიქეთ ეს ვიდეო და ნახოთ წინ ალბათ კარგი თამაშები გოლდება, რომელიც უფრო უკეთეს ხასიათზე გვამყოფებს.
დასრულდა თამაში, დავმარცხდით 4-1. სულ სხვა სცენარს ველოდებოდით. ველოდებოდით რა, უფრო გვინდოდა, რომ დავლოდებოდით სულ სხვა სცენარს, მაგრამ არ გამოვიდა ის ას. დასრულდა ალბათ ჩვენი ოცნებაც ამ ეტაპზე სოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრასთან დაკავშირებით 4 წლით მინიმუმ გადაიდო ეს ყველაფერი. არა უშავს, უნდა გავაგზავნოთ პირველ რიგში გზა, პროგრესი იმისთვის, რომ გავს თამაშებში უკეთესები ვიყოთ და არ დაუშვათ ის ელემენტარული შეცდომები, რაც საბოლოო შედეგს აყალიბებს და რასაც საბოლოო შედეგი მოაქვს. მადლობა ქართული სპორტის კომაგებს და ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც ჩამოვიდა ქოჩაილში. თუ ვინმეს მადლობა ეკუთვნის, ამ მომენტში ყველაზე მეტად ეს ადამიანები არიან. მადლობა ფეხბურთელებსაც, მადლობა იმიტომ რომ ცხადეს და არ გამოვიდა რა, ყველაფერი ყოველთვის არ გამოდის როგორც ჩვენ გვინდა. და აქვე გეტყვით იმას, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, იყავით ჩვენთან ერთად. ველოდებით სპონსორების გამოხმაურებებს. წინ ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს და უბრალოდ არ ვამბობთ ამას ღიად, ჯერჯერობით რა პროექტები გვაქვს, იმიტომ რომ გვინდა რომ ჩვენ სპონსორებთან ერთად განვიხილოთ ყველაფერი. გელოდებით, იმედი გვაქვს რომ იქნებით ჩვენი მხარდაჭერები, იქნებით ჩვენთან ერთად და ლაიქეთ ეს ვიდეო და თავზესაც მადლობა რომ მარტო მევჩანდი, მაგრამ ის ყველაფერს აკეთებ და კამერას უკრიდა რა. არა კარგად და შევხვდებით, იმედია რომ ძალიან მალე.